მოგესალმებით მეგობრებო ყველას და მინდა აი ამ კითხვას ვუპასუხო. ერთი წუთით. ამ კითხვას მინდა ვუპასუხო მეგობრებო. როცა სვეტიცხოველში შედიხარ, თავშალი სად გიკეთია ჯერ შენ თავს მიაქციე ყურადღება და იცოდე რისთვის შედიხარ. და მე ვპასუხობ ამას, რომ შენს თავს მოუარე და თავშალის შენ წაიკარი თავი. თუ გინდა ქრისტე თავშალს არ ითხოვს, ქალის თავშალი თმა. აქ არის ესეთი მომენტი რა. ანუ მინდა გითხრათ ესეთი რაღაც რა. იცოდეთ ყველა ქრისტიანმა, რომ ქრისტე თავშალის გაკეთებას არ ითხოვს, როდესაც ეკლესიაში შევდივართ. თავშალი არის კულტურის ნაწილი, რომელიც დააკანონა პატრიარქატულმა საზოგადოებამ. ეს არის ნაწილი იმ კულტურისა, რომელიც იყო ძველი იუდეური წესით, როგორც დღეს ასევე შვიდ ტოტა მენორა გამოიყენებენ ეკლესიებში და შვიდ ტოტა მენორაზე წირვა-ლოცვებს ატარებენ და კიდევ სხვადასხვა რიტუალური თვალსაზრისით გამოყენებული ნიუანსებით ატარებენ ქრისტიანულ წირვა-ლოცვებს. მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთ მღვდელს, რომელიც ქრისტეს ეუბნება, რომ თავშალი არ ეკეთა ამ ქალბატონს, ქრისტე პასუხობს მას. არ იცით, რომ თავშალი არის კულტურის ნაწილი და კარგად იცით, რომ ეს ვალდებულება არ არის. და მინდა ყველამ გაიგოს, აბსოლუტურად ქალმაც, კაცმაც, მღვდელმაც, ბავშვმაც და ყველამ, რომ ეკლესიაში შესვლის დროს თავშალი არ არის ქრისტიანული. ეს არის ძველი იუდეური კულტურის ნაწილი. ეს არის კულტურის ნაწილი დღესაც, ქალბატონები რომ პარიკებით დადიან და არ აქვთ უფლება, რომ გამოაჩინონ თავისი თმა, ეს არ არის ქრისტიანული და კიდე 100-ჯერ და 1000-ჯერ ვიტყვი, რომ შვიდფეხა მენორა, შვიდტოტა მენორა, შვიდფეხა არა, შვიდტოტა მენორა და თავშალი არის ძველი იუდეური კულტურის ნაწილი. რამდენჯერ რაც მეტყვით, რომ თავშალი გავიკეთო, იმდენჯერ გეტყვით, რომ იუდეველი მე არ ვარ. მე ვარ ქრისტიანი, გესმით? და ქრისტე არ მოითხოვს. იაკო. მომისმინეთ ერთი წუთით რა. ძალიან გთხოვთ, გაერკვიეთ კარგად იმ საკითხებში. რა არის კულტურა, რა არის რელიგია და რა არის ქრისტიანობა. რელიგია და ქრისტიანობა საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან. კულტურა და რელიგია საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან. კულტურა და ქრისტიანობა რაღაცით უკავშირდება ერთმანეთს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის რაც ძველი იუდეურ კანონებში წესდებულებში ეწერა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ და კვლავ მივბაძოთ იმ ხალხს, ვინც პრინციპში ქრისტეშობამდე იუდეური კანონებით ცხოვრობდა. იუდეური კანონებით ჩვენ აღარ ვცხოვრობთ ქრისტიანები. ჩვენ ვართ ქრისტიანები და ქრისტიანებს თავშალი აღარ სჭირდებათ. გესმით? არც შვიდტოტა მენორა სჭირდებათ, არც ეკლესიების მშენებლობა სჭირდებათ. ქრისტიანებს სჭირდებათ მხოლოდ ერთი რამ. ყველგან სადაც იქნებიან, იყვნენ ღმერთთან. ჩვენ ვართ ტაძარი, ჩვენი სხეული არის ტაძარი და ყველგან სადაც იქნები, იქ შეგიძლია ილოცო. ეს არის ქრისტეს სიტყვები და თუ თქვენ გინდათ დარჩეთ კვლავ იმ ძველ კანონებში, რომელიც ქრისტემ პრინციპში შეგიცვალათ, შეგვიცვალა, ხომ? ეგ თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ ნუ მოგვახოთ ჩვენ თავს იმ თქვენ ძველ კულტურის რაღაც ნაწილებს, ძალიან გთხოვთ. ოკეი? ქალბატონების თავშალი არის ქალბატონების თმა. არ არის საჭირო დაიფარო პარიკი
ან გაიკეთო თავშალი. არ არის საჭირო არც ეკლესიაში შესვლის დროს და არც გარეთ გასვლის დროს. Capito? ფუნცულებო, ვიცი რომ არიცით ბევრი რამ. ვიცი რომ ბევრი რამ სასწაული გაქვთ ჯერ კიდევ. ვიცი რომ კიდევ ბევრ რამეს აეხდება ფარდა და ვიცი რომ კიდევ ბევრ რამეს ისწავლით. თქვენი იმედი მაქვს, რომ თქვენ ძველ დროში კი არ დარჩებით, განვითარდებით ქრისტეში. ასე რომ თუ 2024 წელი ველოდეთ ჩვენ ამ დროს, დროა ახლა გავიგოთ რას ამბობს ქრისტე. დროა მოусმინოთ დროულად ქრისტეს და დროა შევასრულოთ ის საკითხები და არა მხოლოდ მოვისმინოთ. დროა შევასრულოთ ქრისტეს სიტყვა, შევიგნოთ, შემდეგ შევასრულოთ. გასაგებად თქვი ხომ? ასე რომ კარგად ვსანდებოდეთ. საღამო მშვიდობისა ბართლომეო და საღამო მშვიდობისა და ღამე მშვიდობისა ყველას ბედნიერ საღამოს გისურვებთ. მადლობა ზაზა.